საქართველოში დასაქმებულთა 85%-ის სამსახური არ შეესაბამება მათ მიერ მიღებულ განათლებას. ეს ნიშნავს იმას, რომ განათლების სისტემა მხოლოდ დიპლომების ბეჭდვით არის დაკავებული. ამ ქვეყანაში ადამიანები სწავლობენ ერთს, მუშაობენ მეორე სხვა სამსახურში აბსოლუტურად, ან ზოგადად ვერ პოულობენ დასაქმებისკენ მიმავალ გზას. მეორეს მხრივ ბიზნესები ყოველთვის კადრების ძიებაში არიან. თუმცა არსებობს გამოსავალი. ქართული რესპუბლიკის გუნდმა შევიმუშავეთ განათლების რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი იდეაა უფასო დასაქმების კოლეჯები. დღეს საქართველოში მხოლოდ 3% სტუდენტების ირჩევს პროფესიულ განათლებას. მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი არის ნახევარი სტუდენტებისა, რომლებიც ირჩევენ არა უმაღლეს, არამედ ზუსტად კოლეჯებისა და ტექნიკუმების გზას. ამიტომ საქართველოში პროფესიული განათლება უნდა გახდეს სწრაფი, პრაქტიკული და საიმედო გზა მოთხოვნადი პროფესიის ღირსეული შემოსავლისა და დასაქმებისკენ. დასაქმების კოლეჯი იქნება თანამედროვე პრაქტიკაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მთავარი ამოცანა იქნება სტუდენტების მომზადება კონკრეტული სამუშაოსთვის, რომელზეც არსებობს დაკვეთა ბიზნესში, რეალურ ბიზნესში. ეს კოლეჯები გამოუშვებენ ისეთ კადრებს, რომლებიც სწავლის პროცესშივე დასაქმდებიან ბიზნესებში, ხოლო ბიზნესები თავად მიიღებენ მონაწილეობას იმ პროგრამების შექმნაში, რომლითაც მიიღებენ ეს სტუდენტები განათლებას. ჩვენი გეგმით, ბიზნესთან პარტნიორობის მოდელით საქართველოში შეიქმნება 50 ახალი დასაქმების კოლეჯი თბილისსა და სხვა რეგიონებში. თითოეული სტუდენტის სწავლა დაფინანსდება 15,000 ლარით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება რეგიონებზე, სადაც ახალგაზრდებს უწევთ დედაქალაქში წასვლა სამუშაოს საძიებლად. ამ და სხვა ინიციატივების შესახებ დღეს ქართული რესპუბლიკის გუნდი 5 საათზე ვისაუბრებთ თესეუს პირველ კორპუსთან. ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით.